არის ერთი ასეთი გამოთქმა. თუ მოითმენ, მოიგებო. ხო და მთელი ჩემი ცხოვრება ვაკვირდები, რა მოიგეს იმ ადამიანებმა, რომელნიც სულ ითმენდნენ შეურაცხყოფას, ცილის წამებას, ათასგვარ დამცირებას, არასათანადო მოპყრობას და ასე შემდეგ. აი სულ ვაკვირდებოდი, რა მოიგეს ამ ადამიანებმა, რომ ღირს თუ არა ამ მოსაზრების გაპრაქტიკება ცხოვრებაში და სამი რამ ვნახე, რაც ამ ადამიანებმა მოიგეს. პირველი, ეს არის განადგურებული ფსიქიკა და ნერვული სისტემა, მეორე ეს არის დანგრეული ჯანმრთელობა და დაკარგული დრო და ენერგია და მესამე ეს არის სინანული სავსე ცხოვრება, რომ არც ერთხელ არ გააკეთეს არჩევანი საკუთარი კეთილდღეობის მხარდასაჭერად და არც ერთხელ არ აირჩიეს საკუთარი თავი. შემდეგ ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ულიმიტოდ პატიობდნენ, ულიმიტოდ ითმენდნენ და არასოდეს იღებდნენ ხმას მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ უსამართლოდ მოქმედებდნენ. და თუ ვინმე შემეკითხება, რას ვფიქრობ ამ გამოთქმაზე, რომ თუ მოითმენ, მოიგებ, ვფიქრობ, რომ კი მოიგებ, ოღონდ დასახიჩრებულ ფსიქიკას და გაუფერულებულ ცხოვრებას. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებების კომენტარებში წაკითხვა.